გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. სააკაშვილის მორიგი სიტყვა წავიკითხე და სანამ ციტირებას დავიწყებდე, ერთი ინტიმური შეკითხვა მაქვს ჩვენს საზოგადოებასთან. ძმებო და დებო, ეს ტიპი გარეთ ხომ არაა? დედას გეფიცებით? ისეთი გზნობა მეუღლება, რომ ეს ტიპია გარეთ და ჩვენ ვართ შიგნით. მთავრობაჯან, ამიხსენეთ, ეს ნორმალური ამბავია, როდესაც პატიმარი ნომერ 1 ყოველდღე გამოდის სიტყვით და ტვინს ურევს თავის ისედაც ტვინ არეულ და დასნეულებულ მრევლს. დღეისი არ გავა, რომ მისი სიტყვა და მოწოდება არ დაიბეჭდოს რომელიმე საინფორმაციო საიტზე. ანუ ასე უნდა იყოს? მე ვთქვათ, ავტობუსში უბილეთო მგზავრობაზე რომ დამიჭირონ და გამასამართლონ, მეც მექნება ყოველდღე მხურვალე სიტყვით გამოსვლისა და ქადაგების უფლება, თუ ერთთან და ბერთან ასეთი კომუნიკაცია მხოლოდ რჩეულთა ხვედრია? ტიპი არ ჩერდება. ამჯერად სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენა, რათა მორიგი სიბრძნე გადმოეფრქვია, რომ ოპოზიციამ ქართულ ხალხთან ხიდი უნდა გადოს, გადავიდეს და ხალხს ჩაეხუტოს. მაგრამ ქართულ ხალხს კითხე უნდა მას ოპოზიციასთან ჩახუტება? მეგობრებო, თქვენ გინდათ რომ ოპოზიციას ჩაეხუტავთ? მაგალითად გირჩი ჯაფარიძეს ან ვაშაძეს ან ვინყავთ კიდე არ ვიცი. ხომ წარმოგიდგენიათ, გადიხართ გარეთ რაღაც საჭიროებისთვის და უცებ ხვდებათ ხელგაშლილი ანა წითლიძე და ლამობს თქვენთან ჩაჰუდებას. ხომ შეიძლება ინსულტმა გბუთქოს ასეთ მომენტში. მეც რა დრო დამიდგა ამ სოციოპატის ტექსტებს ვსწავლობ მაო ძედუნის ციტატებივით. იმის მაგალითად რომ მტკვრისპირას გავიდე და ცხოვრების ამაოებაზე დავფიქრდე. მორიგი ციტატა. ჩვენს დროს ხელისუფლება ხალხის გვერდით იდგა და ფასები კონტროლირებადი იყო. მართალია, მიშას ხელისუფლება ხალხის გვერდით იდგა დიდი დუბინკით და მარჯვნივ და მარცხნივ გახედვის გვეშინოდა. ხომ გახსოვთ, როდესაც ოჯახებში ვიკრიბებოდით მობილურ ტელეფონებს, რომ სხვა ოთახში ვტოვებდით. რასაკვირველია გახსოვთ. პირადად მე და ჩემი ახლობლები ასე ვშვებოდით, დიახ, და ჩვენ გიჟები კი არ ვიყავით და დევნის მანიით კი არ ვიყავით შეპყრობილნი. არ დავიკვეხნი, რომ მე და ჩემი ახლობლები მიშას რეჟიმთან აქტიური მებრძოლნი ვიყავით. არც მაქვს ამაზე პრეტენზია, მაგრამ ისე იყო სიტუაცია დაძაბული, რომ მისი მთავრობის გადამკიდე ყველა მართლა ბეწვის ხიდზე დადიოდა. აბა 300,000 პროპორციონალი როგორ გაჩნდებოდა ამ ქვეყანაში, მეგობრებო? 300,000. წარმოგიდგენიათ რამხელა ციფრია? მოსახლეობის ლამის 1/10 და დარწმუნებული ვარ 2012-ში ივანიშვილი რომ არ მოსულიყო და ეს ბანდა არ დაემარცხებინა, ის ციფრი 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ გაიზრდებოდა, რადგან რეჟიმს ფული სჭირდებოდა და ეკონომიკა როგორც ასეთი დიდად არ განვითარებულა. ვინმე თუ იტყვის მიშას დროს ეკონომიკა ყვაოდა და ჩქებდაო, ის ვინმე მოიტყუებს. მთელი მათი ეკონომიკა იყო ბიზნესის დატერორება, რეკეტი და სისხლზე იყო დაფუძნებული. რა, განა ასე არ იყო? ვახო სანაიერომ არის, მგონი კეზერანთ ფორმულას წამყვანი. მას უთქვამს, რომ ამბობენ სააკაშვილი გორში ფორთხიალობდა და ტრამპი რომ ფორთხიალობდა, ეგ არაფერიო? რა ვიცი, მეც ვნახე ის კადრები და ვახო სანაიამაზე ჩვენ ორივემ ეტყობა სხვადასხვა გვერდიდან ვუყურეთ. საქმე ისაა, რომ ტრამპის სივრცეში მოხდა გასროლა და ტრამპი დაცვამ პროტოკოლის თანახმად გაიყვანა და გორში კი, ესეც ხომ ყველას მშვენივრად გვახს ნანახი. მამაცმა სააკაშვილმა დაინახა ცაში კუკურუზნიკი და საკუთარ დაცვას რომ გაექცა. ალბათ იმიტომ გაექცა, რომ ის კუკურუზნიკი გაეტყუებინა და თანხლები პირები გადაერჩინა. აბსოლუტს რომ თანხლებმა პირებმა ვერ გაიგეს მისი ტაქტიკური ჩანაფიქრი და ასევე პროტოკოლის დაცვით ძლივს დაეწივნენ, კვანტი დაუდეს და მიწაზეც გმირულად აფორთხიალეს. გამიხარდებოდა თუ ვინმე კეთილის მსურველს ვახოსანაიას სიტყვები ტრამპამდე რომ მიეტანა. ტრამპს გორის კადრებსაც ანახებდა.
საინტერესოა ტრამპის რეაქცია, ალბათ იამაყებდა ამხელა დემოკრატიის შუქურას რომ შეადარეს. მე რასაკვირველია ძალიან მაღიზიანებს ამ ტიპის კლოუნა და ყოველდღიური და ყოველწუთიერი, მაგრამ მეორე მხრივ, რაც უფრო მეც იჯამბაზებს თან საჯაროდ, მით უფრო ხშირად გაგვახსენდება ხურმა რახილია. მე არ დამვიწყებია მისი ოინები, მთავარი ახალგაზრდა თაობაც მიხვდეს ამას. ის თაობა, რომელიც ამბობს, რომ მიშაზე არაფერი ვიცით, მის დროს ჩვენ ძუძუს ვწოვდითო. ხო და კარგია მათ ხშირად რომ ნახონ ეს რა ბოროტი არსება მოიშორა ქართულმა ხალხმა, მაგრამ დაანახვასთან ერთად კარგი იქნებოდა რომ მიხვედრილიყვნენ რას გადაურჩა ქვეყანა და მიხვდებიან რომ აი ეს უკვე საკითხავია. ხო და რაც თავარია. ვინც არ უნდა ილაპარაკოს რომ მიშა სააკაშვილი დიდი ხანია დასრულებულია და რა დროს მიშაზეა ლაპარაკიო. ჩემი სრულიად მყარი აზრით დღეს საქართველოში ისო მხოლოდ ორი ლიდერის გარშემოა პოლიტიკური ძალა შემოკრებილი. ივანიშვილის და სააკაშვილის გარშემო. მოგწონს ეს თუ არა ეს ასია. და რა მაინტერესებს? აი რუსთავაზე მოხეტიალე ახალგაზრდას, რომელიც ამბობს რაღა დროს მიშავა და ასე შემდეგ, არჩევანის წინაშე რომ დააყენო ივანიშვილი თუ სააკაშვილი, ვის მისცემს ხმას. და გინდა გითხრათ ვის? სააკაშვილს. ხო და აი ეს არის დღევანდელობის ყველაზე ცუდი ამბავი. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.